გრადას კორპუსები ეს არის? მეორე ბლოკი რომელია უკაცრავ? იქით გვერდზე არის. გამარჯობათ, ბატონ ნიკოსთან ვარ. აქ არ არის. თქვენ ოჯახის წევრი ხართ? კი, დიშვილი. დიშვილი? დიშვილი, ანუ ბატონის სოზარიშვილი ხართ? და აქ ცხოვრობთ? დიღომში გრადას საცხოვრებელ კომპლექსში შაბათის ეთერი სოზარ სუბარის ცოლის ძმის ნიკა ყუბანეიშვილის მოსაძებნად მივიდა. აღმოჩნდა, რომ ყუბანეიშვილის ბინაში სუბარის შვილი ცხოვრობს. ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების საგანიც ამ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებელი კომპანიისა და სოზარ სუბარის კავშირების დადგენაა. ბატონ ნიკასთან მაქვს კითხვები. ხო, რა გნებავ თქვენ მითხარით, შევეკითხე. ხო და ვინ ხართ რო გკითხოთ, მაგიტომ გეკითხეთ. დეიდა ვარ მისი. დეიდა ხართ მისი? ანუ ბატონ ნიკა ფარმაციაში აღარ მუშაობს, ფარმაცევტი იყო ბატონ ნიკა. არა. დიდი ხანია? კი. დაახლოებით რამდენი წელი? არის ვერ გეტყვით. რაც ეს მშენებლობები წამოიწყო მას შემდეგ? ალბათ ხო. დღეს ჩვენ ვარკვევთ, ვინ დგას ამ სამშენებლო ბიზნესის უკან რეალურად. სოზარ სუბარი თუ მისი ცოლის ძმა. იღებს თუ არა წილს ბიძინა ივანიშვილის მორჩილი პოლიტიკოსი გრადა დეველოპმენტისგან. თქვენი ფარმაცევტი ცოლის ძმა როგორ გახდა დეველოპერი ბატონ სოზარ? ახლა უკვე დეველოპერი ყუბანეიშვილი წლების განმავლობაში ნამდვილად სააფთიაქო ქსელის ფარმაცევტი იყო. ეს იყო მისი პირველადი სპეციალობაც. ფაქტს ვერც სოზარ სუბარი უარყოფს და ვერც მისი ცოლის ძმა. როდის დაიწყეთ ეს ბიზნესი და რა სახსრებით ბატონ ნიკა? რატო გაინტერესებს ჩემი სახსრებით დავიწყო 2016 იყო 15 არ მახსოვს, მაგრამ რასთან დაკავშირებით მეკითხებით? იმიტომ რომ თქვენ მანამდე ფარმაცევტი იყავით, ხო ბატონ ნიკა და ანუ ეს ფული, ამდენი ფული რაც ჭირდება დეველოპერულ ბიზნესს, საიდან დააგროვეთ? ფარმაცევტი ვარ, საიდან გაარკვიეთ? პატარაა თბილისი ბატონ ნიკა. ფარმაცევტი აღარა ვარ 2004 წლის მერე. როდის და როგორ გახდა ფარმაცევტი ყუბანეიშვილი სამშენებლო ბიზნესის მფლობელი? მოვლენების ეს განვითარება დროში ზუსტად ემთხვევა ოცნებაში სოზარ სუბარის პოზიციების გამყარებას. გამარჯობათ. გრადას მშენებლობა ეს არის? ბატონ ნიკა საქვერ ნახავ? ყუბანეიშვილი. გრადა პარკი, მწვანე ხეივანი და გრადა ვილა. ამ სამი გრანდიოზული პროექტის განმახორციელებელი შპს გრადაა. გრადას მფლობელი გრადა დეველოპმენტია. დოკუმენტების ლაბირინთს მივყავართ საბოლოო მფლობელთან, GI Holding-თან. სწორედ აქ იხსნება კვანძი და ვიგებთ, რომ მასშტაბური დეველოპერული პროექტების უკან ოფიციალურად სოზარ სუბარის ცოლის ძმა და მისი ცოლი დგანან. ცოტა დატოტრიალებთ ეს და გაჩერდით ერთად. კადრი რო ლამაზი იყო, სხვა არაფერი. ახლა საიტი მე მიყურეთ კამერას არ უყუროთ. ზუსტად ეს შეგრძნება გქონდა ჩვენც, როცა დეველოპერული ბიზნესის საბოლოო ბენეფიციარის დადგენას ვცდილობდით. სამშენებლო ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე კომპანიის მფლობელების დადგენის შემდეგ მათი და სოზარ სუბარის კავშირიც თვალნათლივ გამოჩნდა. ბატონ ნიკა საქვერ ნახავ? ყუბანეიშვილი ან ქალბატონ მაიას ბეჟანიშვილს? ვერა, არ მოდიან ხოლმე აქ? მაია ბეჟანიშვილი სოზარ სუბარის ცოლის ძმის ცოლია. ის არის სამშენებლო კომპანია გრადას საბოლოო ბენეფიციარი კომპანიის მეწილე. GI Holding-ი ერთი თვის წინ დაფუძნდა და ის ფლობს სუბარის ცოლის ძმის კომპანია Okta Construction-საც. ანუ დოკუმენტებით გინდება, რომ თებერვალში შექმნილი ერთი და იგივე შპს-ის მფლობელობაშია, როგორც სოზარ სუბარის ცოლის ძმის, ისე ცოლის ძმის ცოლის კომპანიებიც. თქვენ რამდენად ხართ ჩართული ამ პროცესში? ვალიშიკობ გულშემატკივრობ. კარგად ინფორმირებული წყაროს ცნობით, სოზარ სუბარი ცოლის ძმის უბრალო გულშემატკივარი არ არის. რეალურად ის ლობირებს სამშენებლო ბიზნესს, ეხმარება ნებართვების მოპოვებასა და ყველა ბიუროკრატიული პრობლემის მოგვარებაში. თემაზე მუშაობისას პირველი გარემოება, რომელმაც ესეჭვი გაამყარა კომპანია გრადას კორპუსში, სუბარის შვილის აღმოჩენა იყო. ეს არასასიამოვნო სიურპრიზი გამოდგა არალეგიტიმური დეპუტატისთვისაც. ჩემი შვილი იქ არ ცხოვრობს იქ ჩემი შვილი. დღეს ჩავწერეთ. შვილობა იქ იყო მისული. აქ ცხოვრობა მითხრა. ნუ ახლა მისული იყო მეთქი და ახლა. მისული ეს დილის 9 საათზე რანაირად იყო მისული ბატონ სოზარ? როცა უნდა მაშინ მივა თქვენი რა საქმე. ცხოვრობა ხო მითხრა. თავის ბიძაშვილთან ახლა როცა უნდა მაშინ მივა არა, კაცო. მარტო ცხოვრობს ბატონ სოზარ. თვითონ მითხრა, ეხლა მასაც ვიტყუები? კი. სოზარ სუბარმა და ბინის ოფიციალურმა მფლობელმა, ანუ მისმა ცოლის ძმამ, როგორც ჩანს, ერთმანეთთან პოზიციების შეჯერება ვერ მოასწრეს. ვერც ის გათვალეს, რომ გრადას კომპლექსში ბიძის კუთვნილ მისამართზე სოზარ სუბარის შვილს გადავიღებდით. ამიტომ მოუხდათ სხვადასხვა ვერსიის შემოთავაზება. სოზარ სუბარიშვილი რატომ ცხოვრობს თქვენს კუთვნილ ბინაში? მოდის ხოლმე ლუკა, როცა 13 საათი მოაქვს, მოდის, იმიტომ რომ არა აქვს საშუალება რომ იმეცადინოს თავის ბინაში და მოდის ხოლმე ჩემთან 13 საათი და რჩება იქ ხოლმე.
არადა სოზარ სუბარის აბურთალოზე მეუღლესთან და სამშულთან ერთად 188 კვადრატულ ბინაში ცხოვრობს. და თუ სუბარის დეველოპერ ცოლის ძმას დავუჯერებთ, 19 წლის ლუკა სამეცადინოდ ცინცაძის ქუჩიდან დიღომში აღმაშენებლის ხეივანზე დადის. რეალურად სუბარის შვილი გრადას კომპლექსში დილის საათებში ახლად გაღვიძებული დაგხვდა და გვითხრა, რომ ამ ბინაში ცხოვრობს. ბატონიკა სად ნახავ? ანუ ბატონი სოზარიც აქ ცხოვრობს თუ არა? რის სანაცვლოდ განიცადა სოზარ სუბარმა ფერისცვალება. წლების წინ ის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და თავისუფლების ინსტიტუტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. ახლა კი იმ თავისუფალ მედიას ებრძვის, სადაც წლები გაატარა და იმ სამოქალაქო სექტორს აცხადებს ქვეყნის მტრად, რომლის ნაწილი თავადაც იყო. ლოგიკურია, რომ ჩნდება კითხვა, ხომ არ არის ამის მიზეზი დიდი ფული და ახლო ნათესავების ბიზნესის მფარველობა. ჩვენ დავიწყეთ მოკვლევა, როგორ მოახერხა სამშენებლო ბიზნესის წილის ფლობა სოზარ სუბარის ცოლის ძმის ოჯახმა. სამშენებლო ბიზნეს ვერც სახელფასო დანაზოგით დაიწყებ, რადგან აქ მილიონები ბრუნავს. ისეც რას აკეთებდით, რომ ამდენი ფული შეაგროვეთ? მეც მინდა მაგალითი ავიღოთ თქვენგან. სხვადასხვა კომპანიებში ვმუშაობდი, გენერალური დირექტორი ვიყავი რამდენიმე კომპანიის. გენერალური დირექტორი ეს რა წლებში და როდის და რომელი კომპანიის? რადგან ჟურნალისტიკა მაგასაც გაარკვევდით. და თქვენ მითხარით, ბატონიკა, რატომ დამაწვალოთ? ვამდენხოლი გიფასობთ ახლა, მაგრამ თავისუფლად შეგიძლია გაარკვიოთ ინტერნეტში აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია ჩემს შესახებ. საჯარო წყაროებში სოზარ სუბარის ცოლის ძმის შესახებ ჩვენ ინფორმაციას ვერ მივაკვლიეთ. თუმცა ყველაზე საეჭვო ის არის, რომ თავად ყუბანეიშვილმა ჩვენი არაერთი ჩაკითხვის მიუხედავად არ გვითხრა, სად მუშაობდა ფარმაცევტობის შემდეგ დეველოპერობამდე ისეთ ადგილზე, სადაც სამშენებლო ბიზნესისთვის ფულის შეგროვების საშუალება მიეცა. ნიკა ყუბანეიშვილის საქმიანი ისტორია რეალურად 2019 წელს იმ ორი კომპანიის დაფუძნებით დაიწყო, რომლებიც ახლა დიდი დიღმის დაბეტონებით არიან დაკავებული. ფარმაცევტობიდან გადავიდა დეველოპმენტში, მანამდე იყო გუბერნატორის მოადგილე, კარგი ხანი იყო ქარხნის დირექტორი ერთი, იყო ქარხნის დირექტორი მეორე. არც სოზარ სუბარის ნათქვამი დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებებით. მეწარმეთა რეესტრში ნიკა ყუბანეიშვილის მონაწილეობით დეველოპერობამდე მხოლოდ ორი კომპანია ჩანს. 2009 და 11 წლებში დაფუძნებული. მათგან ერთ-ერთში ნიო ენჯინერინგში სუბარის ცოლის ძმა აქციათა მხოლოდ 5%-ის მფლობელი იყო. ექსპრეს ფუდში კი მისი წილის ოდენობა არ ჩანს, თუმცა ჩანს ის, რომ შეპესე ბუფეტის ფუნქციით მუშაობდა და კვების პროდუქტების დისტრიბუციას ეწეოდა. ამიტომ კითხვა ისევ უპასუხოდა, რა სახსრებით დაიწყო დეველოპერული ბიზნესი სოზარ სუბარის ცოლის ძმამ. ამათ ჰქონდათ პატარა გამოცდილება დაგროვილი, დანარჩენ ორს ჰქონდა ძალიან სერიოზული ფინანსური აქტივები. ანუ ფინანსები მისი არ იყო, ისინი სხვა ბიზნესში იყვნენ, მანქანების ბიზნესში და შესაბამისად შეიქმნა ესეთი ორი კაცი გამოცდილებით, ორი კაცი ბიზნეს თანხით და გაიწყეს ბიზნესი. ანუ თქვენი ცოლის ძმა იყო გამოცდილებით, სწორად გავიგე? ჩემი ცოლის ძმა იყო გამოცდილებით. ოცნების თვითგამოცხადებულ დეპუტატს უნდა დაგვარწმუნოს, რომ მილიონებიან ბიზნესში მისი ცოლის ძმა ნულოვანი კაპიტალით, მხოლოდ ცოდნით და გამოცდილებით შევიდა. თუმცა სუბარის ნათქვამს სრულად ეწინააღმდეგება თავად ყუბანეიშვილის განმარტება, რომელიც ამბობს, რომ ბიზნესის დასაწყებად ფული მის ძველ სამსახურებში დააგროვა. სად მუშაობდა და რა პოზიციაზე, ბიოგრაფიის ეს ნაწილი მაინც საიდუმლოდ დატოვა. ერთი ხელფასი საკმაოდ მაღალი მქონდა, იმიტომ რომ ერთ-ერთი მაღალანაზღაურად მენეჯერი ვიყავი საქართველოში. რომლის ბატონიკა საიდუმლოა? არა, საიდუმლო, მაგრამ რაც მოიძიეთ ინფორმაცია თქვენ თქო უნდა გააკეთოთ. და რატომ? პირადი საქმეა და მე რა გითხრა თქვენ არ გიცნობთ სხვა ადამიანი გა? სანდო წყარო სოზარ სუბარის გარემოცვიდან გვიყვება, რომ ცოლის ძმის სამშენებლო ბიზნესის საქმეებში ბიძინა ივანიშვილის მორჩილი დეპუტატი პირადად არის ჩართული და ნიკა ყუბანეიშვილს მშენებლობის ისეთ დეტალებს აზუსტებინებს, რომელთა შესახებაც ინფორმაცია მხოლოდ ამ ბიზნესში ჩართულ პირს შეიძლება ჰქონდეს. საკუთარი ახლო გარემოცვიდან ინფორმაციის გამოჟონვამ სოზარ სუბარი წყობიდან გამოიყვანა. ხართ მატყუარა, იმიტომ რომ ალბათ ერთი რამდენიმე თვე არა და წელიც იქნება ერთად სუფრაზე არ დავარდა ის სად ნახეთ. ერთ სივრცეში არ ყოფილ ხართ მაგას ამბობ? მატყუარა ხართ მეთქი რა, აგერ. გეკითხებით, არ ყოფილ ხართ ერთ სივრცეში? მატყუარა ხართ მეთქი რა, არ ყოფილ. ყოფილ ხართ თუ არ ყოფილ ხართ? სად სუფრაზე ლაპარაკობ საერთოდ. პოზიციების შეჯერება ვერც აქ მოესწრო. დეველოპერ ცოლის ძმას არ უთქვამს, რომ სიძე ერთი წელი არ უნახავს. გაგულისხმობთ ახლა დაბადების დღეზე ჩემთან რომ იყო. საქმეა რამდენად როგორ შეიძლება ვახსოვთ ჩემს სიძესთან. კორუფციის მკვლევარები სოზარ სუბარის ცოლის ოჯახთან დაკავშირებულ დეველოპერულ ბიზნესს დიდი ხანია აკვირდებიან. აკვირდებიან სუბარის პოლიტიკურ ნაბიჯებსაც და ამბობენ, რომ დიდი ფული ოლიგარქის მორჩილებისთვის გადახდილი გასამრჯელოა. ნებართვები გამომდინარე იქიდან რომ ქართული ოცნების ჩინოვნიკია სოზარ სუბარი,
პრობლემა არ არის მერიაში. ტრანსპორტის ნებართვა არის, GVP-ის ნებართვა ჭირდება, თბილისი ენერჯის ნებართვა, ყველაფერი გამარტივებულად ფაქტობრივად არც უწევთ ამ ორგანიზაციებში მისვლა რაიმე დოკუმენტაციის ადმინისტრაციული წარმოება, მათ პირდაპირ გამზადებული პროექტთან ერთად ყველაფერი ხდებათ მაგიდაზე და ამას უზრუნველყოფს მისი პოლიტიკური თანამდებობა, იმიტომ რომ დღეს ქართულ ოცნებას ჭირდება სოზარ სუბარი, ხო? დღეს ეთქვის იყო ოპოზიცია, ხვალ ეთქვის გადმოდის ოცნებაში, ანუ ყველაფერს აკეთებინებს, რაც მათ პოლიტიკურ დღის წესრიგს ჭირდება. ბევრი ფული სოზარ სუბარის დეკლარირებულ ქონებაში არ ჩანს. მის მიერ შეშევსებული დოკუმენტების თანახმად, თავად სუბარს არაფერი გააჩნია. მისი ცოლის სახელზე კი 2 ერთეული უძრავი ქონება ფიქსირდება. მიწა და სახლი დმანიში და ბინა საბურთალოზე, რომლის იპოთეკურ სესხსაც ბიძინა ივანიშვილის ბანკს წლების განმავლობაში უხდიდა. ბატონ სოზარი მოდის ხოლმე ვინ? სოზარ სუბარი. სამაგიეროდ მდიდრდება სუბარის ფარმაცევტი ცოლის ძმა, რომელმაც დეველოპერობა სწორედ ოცნების პირობებში, სიძის გავლენების გაძლიერების პარალელურად გადაწყვიტა. ნიკა ყუბანიაშვილი 2021 და 23 წელს მესტიაში ტურისტულ ზონაში 3000 კვადრატულზე მეტ ფართობს, ფაქტობრივად ტყის მასივში ყიდულობს. ჩნდება გონივრული ვარაუდი, რომ მესტიაში მიწებს წარმოშობით სამტრედიელი ყუბანიაშვილი რეალურად სვანის სიძისთვის აგროვებს და საკუთარ სახელზე იფორმებს. 2 ბინა და 1 ავტოფარეხია ყუბანიაშვილის სახელზე გრადას კომპლექსშიც. ერთში სუბარიშვილი, მეორეში კი სუბარის ცოლის დეიდა დაგხვდა. ამ ყველაფრის უკან არის სუბარის ინტერესი და ეს არის ადამიანი, რომელსაც უბრალოდ გადაფორმდა სულ ყველაფერი, როგორც მის ცოლის ძმაზე, ასევე ძალზე, ხო, მის მეუღლეზე ძირითადი წილები, ცუდი რაღაცები უნდა აკეთოს სუბარმა. შესაბამისად, ეს გარკვეული ფული იღებს. და ბიძინა ივანიშვილი ძალით კი არ აკეთებინებს რამეს სუბარს, იძულებით კი არ აკეთებინებს, ნებით აკეთებს სუბარი, ოღონდ ამაში ბიძინა ივანიშვილი უხდის ფულს. ყველა თანამდებობის პირის და ჩინოვნიკის ცოლის ძმები, სიძეები, რძლები უცბად ხდებიან, ასე ვთქვათ, წარმატებული ბიზნესმენები. ცოლის ძმაზე მეტს ფლობს ცოლის ძმის ცოლი, მაია ბეჟანიშვილი. დოკუმენტების მიხედვით ისიც სამშენებლო ბიზნესშია. თუმცა როგორ ჩანს ფიქტიურად, რადგან კომპანიებში მის შესახებ არავინ არაფერი იცის და აქ მხოლოდ ნიკა ყუბანიაშვილს იცნობენ. მოდი გრადა. გრადა ქვია ძახსაც? გრადა ხო მუშებს დაუქნებიათ გრადა და ბევრი არ უფიქრიათ სახელზე, ხო? კომპანიის მოსახელე ძაღლი ახლა ამ ვილებს დარაჯობს. შესახლება ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ცხადია, რომ გრადა ვილას გაყიდვებიდან შემოსული თანხა არაერთი მილიონი იქნება. მორჩნენ უკვე ესენი მუშაობას? უკვე შესახლებულია თუ იცით? არა, შესახლებული არავინ არ არის. სამშენებლო ბიზნესში ნაშოვნი მილიონები სავარაუდოდ ისევ უძრავ ქონებაში ბანძდება. ეს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაა. აქ მიწა ძალიან ძვირია. სუბარის ცოლის ძმის ცოლმა მაიამ კი 2022 წელს 1500 კვადრატამდე ფართობი შეიძინა. 2 კვირის წინ თბილისის მერიისგან მშენებლობის უფლებაც მიიღო. 17 მარტს კალაძის უწყებამ სოზარ სუბარის ოჯახის წევრისთვის შუალედური ნებართვა გასცა. ამიტომ შესაძლოა ერთბინიანი საცხოვრებელი ბინის ნაცვლად აქაც კოლოსალური მოგების მომტანი დეველოპერული პროექტი ვიხილოთ. სუბარის ცოლის ნათესავები უძრავ ქონებას ყველაზე პრესტიჟულ და შესაბამისად დედაქალაქის ძვირადღირებულ რაიონებში ეტანებიან. კიდევ ერთი მსუყე შენაძენი სუბარის ცოლის ძმის ცოლმა წავკისში გააკეთა. 2018 წლის 25 ივლისს მაია ბეჟანიშვილის სახელზე გაფორმდა 1500 კვადრატული მეტრი თბილისთან ახლოს მდიდრების ახალ დასახლებაში. ყველა ქონება, რომელიც ოლიგარქის მორჩილებაში მყოფი არალეგიტიმური დეპუტატის ცოლის ოჯახმა შეიძინა, სწორედ სუბარის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს უკავშირდება. სოზარ სუბარის ცოლის ძმის ცოლი ფიგურირებს კოოპერატივ იკორთაშიც. სახელმწიფო დაფინანსებით შიდა ქართლში სამაცივრე მეურნეობა 2019 წელს გაიხსნა. ადგილობრივებმა ჯერ კიდევ მაშინ იცოდნენ, რომ 22 ჰექტარზე გადაჭიმული ხილის პლანტაციების უკან სუბარის ინტერესი იდგა. მანდა რამოდენიმე კეთდება სუბარისაც აკეთდება მანდა. 1000 ტონიანი წარმოდობის საწარმოს დაფუძნების დოკუმენტების კვლევა მეჯურის ხეველების ესეჭვი კიდევ უფრო განამტკიცა. რადგან მეურნეობის პირველივე გენერალური დირექტორი ემზარ ბეჟუაშვილი სწორედ სოზარ სუბარის დეველოპერი ცოლის ძმის ნიკა ყუბანიაშვილის ცოლის ძმა აღმოჩნდა. ასე იჭრება დიდი ფული სოზარ სუბარის ოჯახის ბიზნესებში იმ დროს, როცა თავად პარლამენტში ზის და სამშობლოს მცველებს ღალატ შეადანაშაულებს. დიდი მსხვერპლის ჭირდებოდათ, რომ ბომჟები, მილიონერები გამხდარიყვნენ. რუსებს გულისხმობ. სააკაშვილი? რუსების ხვიდანაც ხო იყვნენ ბომჟები, კაცო. ის იყო ნაკლები. კი ბატონო.